გარემოსდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე ბორჯომს ეწვია, სადაც დაგეგმილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა. პროექტი მნიშვნელოვანია საკურორტო ზონებისთვის. მშენებლობა ხორციელდება ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით. დღეს ჩამოვედით ბორჯომში, შევხვდით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და ერთად მოვედით ამ ადგილას, სადაც უნდა მოხდეს ძველი ნაგავსაყრელის კონსერვაცია და ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა. ეს პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით და იგეგმება ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა. პრაქტიკულად ორი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს ერთდროულად. ერთი არის ეს არსებული ნაგავსაყრელი, რომელსაც ხედავთ, ეს ბოрлი და კვამლი ამოდის და ეს ალაგდება, დაიხურება, მოეწყობა, აღარ იქნება ესეთი ღია დაყრილი ნაგავი და მეორე ის, რომ გვექნება მართლა ევროპული დონის ახალი ნაგავსაყრელი, რომელიც 10-12 წელი ფუნქციონირებს.